ქართული გეოგრაფიული აღნიშვნების, ადგილწარმოშობის დასახელებებისა და სასაქონლო ნიშნების შესაძლო უკანონო გამოყენების ფაქტები, ტვირთების შემოწმებისას რისკების მართვის, რა სისტემით ხელმძღვანელობენ მებაჟე ოფიცრები, რა სამართლებრივი მექანიზმების გატარება ხდება მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით. თემაზე შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ელგუჯა ბერანძესთან ერთად ვისაუბრეთ. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გააცემეს სტუმრობისთვის. საკმაოდ საინტერესო თემაა და თან იმავდროულად ჩემი გადმოსახედიდან ისეთი ძალიან ყურადღებიან მუშაობას რომ მოითხოვს ეს მებაჟე ოფიცრებისგან, იმიტომ რომ მარტივი არ მგონია ასეთ ტიპის დეტალებთან ურთიერთობა. მთლიანობაში რას მოიცავს ეს პროცესი, ამით დავიწყოთ და მე უკვე დეტალურად ჩავშალოთ, მაგალითად როგორ არჩევთ პირობითად, რა შემთხვევაში არის ჭაჭა და შემდეგ სხვა ტიპის სახეობები, რომელთაც მოდმივი დავუშვათ კონტროლი გიწევთ, როდესაც ესა თუ ის ტვირთი შემოდის საბაჟოს. მოგესალმებით, მივესალმებით ტელემაყურებელს, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვა და კონტრაფაქციასთან ბრძოლა საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეკრულების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს განსაკუთრებული ფუნქცია აკისრია აღნიშნული შესრულებაში. ცნებები გეოგრაფიული აღნიშვნა და ადგილწარმოშობის დასახელება ძირითადად გამოიყენება იმ პროდუქტების მოსანიშნად, რომლის წარმოშობაც კონკრეტულ ადგილთან, გეოგრაფიულ ადგილთან არის დაკავშირებული. მისი მახასიათებლები, ხარისხი და რეპუტაციაც კონკრეტულ გეოგრაფიულ ადგილთან არის დაკავშირებული. ანუ რა ჩაგეკითხოთ, მაგალითად პირობითად ჭაჭას ვერ დაარქმევს ვერავინ, როდესაც ის შემოდის საქართველოში. სულგულს ვერ დაარქმევს, იმიტომ რომ ეს აქ საქართველოში დარეგისტრირებული სახელებია და მისი გამოყენების უფლება არ აქვს, ხო? ქონიათ დაუშვათ შემთხვევები პრაქტიკიდან გამომდინარე, როცა გიწევდათ, როცა იყო ასეთ შემთხვევები, აი ასეთ სიტუაციაში რა ხდება და მთლიანობაში როგორ ხდება ეს შემოწმების პროცესი? დიახ, მოგახსენებთ დღეის მდგომარეობით ადგილწარმოშობის დასახელებები და გეოგრაფიული აღნიშვნები ძირითადად ფართო მასშტაბით გამოიყენება სოფლის მეურნეობის პროდუქტებში და ღვინის წარმოებაში. ქართული გეოგრაფიული აღნიშვნების რეგისტრაციას და ადგილწარმოშობების რეგისტრაციას ახორციელებს ეროვნული ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი საკპატენტი. ქართული გეოგრაფიული აღნიშვნების გარდა საბაჟო ორგანო ახორციელებს ასევე სხვა ქვეყნის გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვას. აკრძალულია გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელების უკანონო გამოყენება, ბრუნვაში შეტანა ან პროდუქტის იმგვარად ეტიკეტირება, რომ შეცდომაში შეიყვანოს მომხმარებელი ამ პროდუქტის ადგილწარმოშობასთან დაკავშირებით. ჩვენთვის განსაკუთრებულ პრიორიტეტს წარმოადგენს ქართული ადგილწარმოშობის და გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვა. მოგეხსენებათ, რომ ბევრი ქართული პროდუქტი, რომლის დასახელებაც კონკრეტულ გეოგრაფიულ ადგილმდებარეობასთან არის დაკავშირებული, ცნობილია მთელი მსოფლიოს მასშტაბით და გარკვეული პრიორიტეტით სარგებლობს, ასე ვთქვათ, უპირატესობებით სარგებლობს ბაზარზე. შესაბამისად, ბუნებრივია ინტერესი არის დიდი იმ არაკეთილსინდისიერი ბიზნეს ოპერატორების და მწარმოებლების მხრიდან, რომ მოხდეს კონტრაფაქციული საქონლის და გაყალბებული საქონლის წარმოება. ამ ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვა მნიშვნელოვანია განსაკუთრებით ჩვენი ფერმერების და მეწარმეებისთვის, ვინაიდან ეს პირდაპირ კავშირშია მათ ეკონომიკურ სარგებელთან. ასევე მოგეხსენებათ, რომ გაყალბებული და კონტრაფაქციული საქონლის ბაზარზე არსებობა უკვე არათანაბარ პირობებში აყენებს კეთილსინდისიერ მწარმოებელს და ზიანს აყენებს როგორც წარმოებლის რეპუტაციას, ასევე ამ პროდუქტის რეპუტაციას. აქ ძალიან საინტერესოა ტექნოლოგიების იმ ეპოქაში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, რამდენად მარტივია დაუშვათ საბაჟო სამსახურისთვის, მებაჟე ოფიცრებისთვის აი ამის სწორად გარჩევა, იმიტომ რომ ეს ალბათ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, სწორედ იმის გათვალისწინებით, თუნდაც რაც თქვით, რომ როდესაც საქართველოში იწარმოება ესა თუ ის პროდუქტი, რეალურად შემოსული იმპორტირებული პროდუქტი კონკურენციაში შედის და თუ ის დაბალი ფასია და შესაბამისად არ არის რეალურად პირობითად ამ შემთხვევაში ჭაჭა, ძალიან სერიოზულ დარტყმას გარდა იმისა, რომ იმიჯის თვალსაზრისით მოქმედებს, დარტყმასაც აყენებს ფინანსურადაც, ხო? ამა თუ იმ კომპანიას. სწორედ ამის გათვალისწინებით, აი ტექნოლოგიების ეპოქაში რამდენად მზად არის საბაჟო სამსახური, რომ ეს ყველაფერი ასე სკულპტურულად შეამოწმოს და გააკეთოს. საბაჟო ფორმალობების განხორციელების და საბაჟო კონტროლის პროცესში საბაჟო ორგანო ძირითადად იყენებს
რისკების მართვის ავტომატიზირებულ სისტემას, რომელიც მუშაობს კონკრეტული რისკის პროფილების შესაბამისად. ამ რისკის პროფილების შემუშავებისას გათვალისწინებულია ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ნიშნის მფლობელისგან არის მიღებული, ასევე საერთაშორისო ვაჭრობაზე და ბაზარზე არსებული სიტუაცია ამ კონტრაფაქციის და გაყალბებული საქონლის მიმართულებით. ასევე ამ პროფილების მიზანია დავაიდენტიფიციროთ ჩვენ საეჭვო მწარმოებელი, საეჭვო სატრანსპორტო საშუალება, საეჭვო ქვეყნები, საეჭვო მარშრუტი და ასე შემდეგ. მორიგი ასეთი ჩვენ პერიოდულად გვაქვს ამ საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას ჩვენს მიერ შეჩერებული იქნა კონკრეტული საქონელი, რომლებიც ნიშანდებული იქნა ადგილწარმოშობის დასახელების, ასე ვთქვათ, უკანონო გამოყენებით. ეტიკეტზე იყო წარწერა, მაგალითად ჩურჩხელა, ასე ვთქვათ, იყო ჭაჭა, ხვანჭკარა და ღვინის შემთხვევაში კახეთი და ასე შემდეგ. სტატისტიკა როგორია? რამდენად ბევრია ასეთი შემთხვევა? სტატისტიკასაც მოგახსენებთ, უბრალოდ მანამდე მინდა რომ აქ ამ პროცესში ერთი ქვეყანა არ მონაწილეობს, ანუ აქ ჩართულია ამ სქემაში, შეიძლება მრავალი ქვეყანა იყოს ჩართული ამ გაყალბების სქემაში, იმიტომ რომ ჩვენს ჩვენ ქონა მაგალითად აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში პირობითად ხვანჭკარა ისხმებოდა და ძალიან უცნაური იყო, არა საინტერესო იყო იქ როგორ უნდა ჩამოსხმულიყო ხვანჭკარა, კარგად ვერ გავიგეთ ვერავინ, მაგრამ იყო ამ ტიპის შემთხვევა. დიახ, აი მარშრუტთან დაკავშირებით იმიტომ ვახსენე, რომ სიტყვაზე ეს ჩვენი კონკრეტული აღმოჩენების შემთხვევაში ეს კონკრეტული საქონელი წარმოებული იყო ჩვენს მეზობელ ქვეყნებში და ტრანზიტით გადიოდა და საბოლოო დანიშნულება იყო სხვა მესამე ქვეყანა, ანუ საქართველოს ბაზრისთვის არ იყო განკუთვნილი ეს, მაგრამ დოკუმენტური შემოწმებისას, ასევე რისკების შეფასებისას, როცა ვხედავთ, რომ ტრანზიტად მოძრაობს ან სხვა ქვეყანაშია წარმოებული ღვინო და მის ეტიკეტზე დატანილი არის დასახელება კახეთი ან ხვანჭკარა, წინანდალი, ტვიში და ასე შემდეგ, ბუნებრივია ეს უკვე ეჭვის საფუძველს ქმნის, რომ ეს არის კონტრაფაქცია, გაყალბებული საქონელი. ჩვენ ყველა ეს ფაქტი შემდგომი რეაგირებისთვის გადავეცით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს. საქონელი უმეტეს შემთხვევაში დაექვემდებარა განადგურებას და აი იმ პირების მიმართ კი, ვინც ჩართული იყო ამ უკანონო სქემაში, ბუნებრივია განსაზღვროს სისხლის სამართლების სტატისტიკურად რამდენად ბევრი ასეთი შემთხვევა? მაგალითისთვის 24 წელი რო ავიღოთ, დაახლოებით ჩვენს მიერ შეჩერებული იქნა და განადგურებული იქნა 40 ტონამდე ნუგბარი, რომელზეც ეტიკეტირებული იყო როგორც ჩურჩხელა, ასე ვთქვათ, რომელიც სხვა ქვეყანაში იყო წარმოებული, ასევე 400 კილოგრამამდე სულგუნი, ასევე სხვა ქვეყნის ადგილწარმოშობის, ასე ვთქვათ, ყველი ფეტა 2 ტონამდე კი და არ არის ერთეული შემთხვევები, როგორც ხვდები, ხო? და ღვინოების შემთხვევაში წინაწლებში ჰქონდა. ძალიან საინტერესოა თავად მებაჟი ოფიცრების კვალიფიკაცია ასეთ შემთხვევაში, რამდენად კარგად ესმით დავუშვათ რა ამ ტიპის პრობლემის მასთან შეჯახებისას როგორ უნდა მოიქცნენ, როგორ უნდა იმუშაონ, რომ რეალურად მე არ აღმოჩნდეს საქართველოს ტერიტორიაზე ამ ტიპის პროდუქცია. ბუნებრივია კვალიფიკაციას ვკითხო, ბუნებრივია. დიახ, მებაჟი ოფიცრებისთვის მუდმივად ტარდება სწავლება, ტრენინგები, სადაც ჩართულები არიან მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის, ასევე ევროკავშირის ექსპერტები, ასევე ამ სწავლებებში მონაწილეობას ღებულობენ ისეთი ბრენდების წარმომადგენლები, როგორიც არის Samsung, Toyota და ასე შემდეგ, სხვა Adidas და ასე შემდეგ, რომლებიც ჩვენს მებაჟე ოფიცრებს აძლევენ ინფორმაციას თუ როგორ განხორციელდეს ამოცნობა კონტრაფაქციული და გაყალბებული საქონლის და ეს უბრალოდ ეს მიღებული ინფორმაცია უკვე გვაძლევს ჩვენ შესაძლებლობას იმისა, რომ უფრო ეფექტურად განვახორციელოთ სასაზღვრო კონტროლი. ძირითადად რა ტიპის გამოწვევებს ხვდებით აი ამ პროცესში? ძირითადად ჩვენი მიმართულებით არის კიდევ ერთხელ ვამბობ ადგილწარმოშობის დასახელებების უფრო აი ამ უკანონო გამოყენებასთან გვაქვს საქმე და ჩვენთვის განსაკუთრებულ პრიორიტეტს კიდევ ერთხელ აღნიშნავ რომ ამას ჩვენთვის განსაკუთრებულ პრიორიტეტს წარმოადგენს და ბუნებრივია ჩვენ რისკების პროფილებს ყოველთვის ანუ ვამუშავებთ იმ ამოცანების და იმ მიზნების შესაბამისად რა გამოწვევების დგას საერთაშორისო ვაჭრობაში და
და რა ახალი გარემოებები ჩდება თუნდაც რეგიონის მასშტაბით, საერთაშორისო ვაჭრობაში და ასე შემდეგ. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის და წარმატებებს გისურვებ და იმედს ვიტოვებ, რომ თქვენი მებაჟეების კვალიფიციური საქმიანობა ამ ნაწილში არავის მისცემ შესაძლებლობას, რომ საქართველოს შემოიტანოს 40 ტონა სულგუნის დასახელებით. გასაგებია თორე ყველის სხვადასხვა სახეობის შემოტანაზე ბუნებრივია აქ არ არის საუბარი. წარმატებებს გისურვებ, ძალიან დიდი მადლობა. ელგუჯა ბერანძე საუბრობდა ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში.